ქვეყანა, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი ჩატარებულა, კიდევ ერთი ახალი გამოწვევის მოლოდინშია. 20-დან 30 ივლისის ჩათვლით საქართველო ფარიკაობის მსოფლიო დედაქალაქი გახდება. თბილისის სპორტის სამსახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საკუთარ კედლებში გვიწევს ფარიკაობა და პასუხისმგებლობაც არის და ძალიან დიდი იმედის მომცემის არის თვითონ მაყურებლის თვალსაზრისით და ზოგადად ჩვენ ქვეყანაში ტარდება და ამით ძალიან მოხარული და ბედნიერები ვართ. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, ოლიმპიური ჩემპიონები და პლანეტის უძლიერესი მოფარიკავეები. საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში 158 ქვეყანა და 1200-ზე მეტი სპორტსმენი ჩაერთვება, მათ შორის 24 ქართველი. ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ტურნირზე ახალგაზრდული შემადგენლობითაა წარმოდგენილი. ერთ-ერთი ანასტასია ასათიანი, რომლისგანაც დიდი მოლოდინია. შემადგენლობრივი უნდა ელოდოს იმას, რომ ყველა ჩვენთაგანი, ყველა ქართველი სპორტსმენი ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ და შევეცდებით, რომ კარგი შედეგები დავდოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გამორჩეული ლიდერი სანდრო ბაზაძე იქნება. ის მსოფლიო რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია. ბაზაძისთვის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ეს პირველი დიდი შეჯიბრებაა. ევროპის ორგზის ჩემპიონი მოახლოებულ ტურნირზე მთავარ ფავორიტად განიხილება. მან მილანში გამართულ პლანეტის პირველობაზე ვერცხლის медალი მოიპოვა. სამშობლოში კი კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისთვის იბრძოლებს. ვფიქრობ, მზად ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რა თქმა უნდა, რომ ის შედეგი აისახოს, რაც მაქვს მიზნად დასახული. ეს არის ოქროს медალი და ვეცდები, რომ გავახარო ჩემი გულშემატკივრები. ქართველი სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცხვარიჯამიაში და თბილისში ემზადებიან. სწორედ ცხვარიჯამიაში იმყოფება სანდრო ბაზაძის პირადი მწვრთნელი, ოლიმპიური პრიზიორი და მსოფლიო ჩემპიონი ლუიჯი ტარანტინო. ის დარწმუნებულია, რომ სანდრო თბილისში დიდ წარმატებას მიაღწევს. სანდროს ნამდვილად შეუძლია ოქროს მედლის მოგება. ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ ბევრი მოფარიკავია კორეიდან, ამერიკიდან, იტალიიდან, მაგრამ ბაზაძე მზადაა. ყველაფერი მის ხელშია. ცოტა იღბალით სჭირდება, რომ უპირატესობა მის მხარეს იყოს. სპორტსმენებს სჯერათ, რომ გარდა ინდივიდუალური გამოსვლისა, ჩვენი ქვეყანა თავს გუნდურ გამოსვლაშიც კარგად წარმოაჩენს. დახმლით ფარიკაობაში საქართველო მედლისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ფავორიტად განიხილება. საქართველოს ნაკრები ხმლით ფარიკაობაში არის ძალიან კარგი, ახალგაზრდული ნაკრებია. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ ნაკრების გამოსვლის დროსაც. იმიტომ რომ მთავარია საქართველოში ტარდება და ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებულები ბიჭები. შეჯიბრებები ოლიმპიურ სასახლესა და თბილისი არენაზე გაიმართება. მსოფლიო ფარიკაობის ისტორიას ახალი თავი ემატება. ახალი ჩემპიონები და რწმენა იმისა, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ახალ ისტორიას დაწერს. This July.